არის ამაზე ყველავთან ხვდებით, რომ ამ ბრძოლის მოსაგებად საჭირო არის როგორც საზოგადოებრივი ჯგუფების, ისე პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება. ეს ცალსახად არის, აქ კითხვის ნიშანი არავის არ აქვს, მაგრამ მე ხა ჩართული ვიყავი ამ პროცესში თავიდანვე, ჯერ კიდევ წინა საარჩევნოდ და მოყვები და საკმაოდ კარგად ვარ ჩახედული და მინდა რამდენიმე ფაქტი გაგახსენოთ, რაც ფაქტი არის უკვე მომხდარი არის და ყველამ ნახეთ, ხო, ეს პროცესი რო დაიწყო და ნუ გაყავდა რომ მილიტაციის არჩევნები, საერთოდ პოლიტიკური პარტიების მთავარი საქმეა რომ პოლიტიკა აკეთონ, ხო, პირველი ნაბიჯი რაც გადაიდგა ამ პარტიებისგან დაიწერა განცხადებები და უარი თქვეს მანდატებზე, ხო? ერთი წუთი გაჩერდით, ყველანი თანხმდებით, რომ პარლამენტის მანდატები უნდა დაეტოვებინათ? ვინმე არის აქ? ანუ ყველა ჩემი სტუმარი შეთანხმებულია ამაზე, ხო? რომ უნდა დაეტოვებინათ მანდატები. კი ბატონო, ბოდიში. ამით თქმა მინდა, სამშობლოს სამსახური საერთოდ არის ზომება და არის ანგარიშება, ეს აბსოლუტური კატეგორია არის, მაგრამ ეს ნაბიჯი რომ კონკრეტულმა ადამიანებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე, პრივილეგიებზე და როგორც მინიმუმ ამან გამოიწვია, როგორც მინიმუმ საერთაშორისო მხარდაჭერა. რო არ ყოფილიყო ამ მანდატების დატოვება, საერთაშორისო მხარდაჭერა არ იქნებოდა. ამას უნდა გაუსწოროთ, ანუ ეს მიწას ნუ მივაყრით, ხო? და ამ ლოგიკას რო გავყვეთ, ახლა აი ბატონი რო ბრძანებდა, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემინდა, რომ ჩემი პატივისცემა დაუდასტურო, ჩვენ ეს ლოგიკაც მეგვიყვანს იქამდე რომ აი მაშინ ოპოზიციის გვერდზეც ნუ დავდგებით რა რადგან რაღაცას ვერაკეთებენ მე მგონია რომ ამ სპირალიდან საერთოდ უნდა გამოვიდეთ ეხლა უკვე ჩვენ უნდა გავიაზროთ მეგობრებო ის ამბავი რომ ეს აღარ არის ხელისუფლება ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც აღარ არის ანუ ეს სიტყვა ხელისუფლება უკვე აი ძალიან კეთილშობილურია ეს არის რეჟიმი რომელიც პირდაპირ მოდის და სპობს ადამიანებს ეს გასული არის სამართლებრივი ჩარჩოდან და დღეს ნებისმიერი აქტი არის გმირობა უკვე ნიღბის გაკეთება უკვე არის გმირობა იმიტომ რომ ამით აი ლაშას რო ეჭირა პლაკატი რა ამით რაღაც კანონი კი არ დაარღვია რაღაც სამართალდაღობა კი არ გააკეთა ამით ბიძინა ივანიშვილს უთხრა რომ მე შენ გეწინააღმდეგები და ბიძინას ქვევით ვინც არის უკვე არავინ აღარ არსებობს ჩვენი ნებისმიერი აქტი ეხლა პირდაპირ მიდის იმ ადამიანთან ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება პირდაპირ და ამიტომ ქვემოთ ყველაფერი მოშლილი არის ამიტომ ეხლა მე ვფიქრობ აი გამოსავალი სად არისო ვინმემ რომ კითხოს გამოსავალი არის აი რაც გააკეთა იმ გოგომ ეს არის გამოსავალი რა ყველამ ავკრიფოთ ეს ჩვენი ძალის ხმევა რომელიც ყოველდღიურად დასაკრეფი გვაქვს იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ ყველაფრის კეთება ეს თანმიმდევრული პროტესტი მით უმეტეს რომ საკმაოდ არაპროგნოზირებადი გახდა საერთოდ თუ არა მარტო საქართველოში მსოფლიოში ამ ტრამპმა საერთოდ გადაიყვანა არაპროგნოზირებად ველში ეს ყველაფერი და ამიტომ უნდა ვიაროთ ყოველდღიურ პროტესტს აქვს წინააღმდეგობას აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ უნდა მივყვეთ ამას რა არავის მოწოდებების დრო დამთავრდა ეხლა რაც არ უნდა მოუწოდოთ ჩვენ ხო შედეგს ვეღარ გამოიღებს იმიტომ ყველას გააზრებული აქვს ეს ვინც არის სახელმწიფოები ვინც აზროვნებს თავის გასაკეთებელი უნდა გააკეთოს და რაღაც პატარა მონოლითები უნდა შეიქმნას 10 კაციანი 20 კაციანი 100 კაციანი და მე უკვე აღარ ვფიქრობ აი აღარ ვფიქრობ რომ მაინც და მაინც ეს 4 პოლიტიკური პარტია უნდა უბრალოდ საჭირო არის ლიდერი არ ვამბობ ბელადი რაღაცა კოლექტიური იმის არ მჯერა მე ვიღაცამ უნდა ითავოს პოლიტიკურმა აქტორმა და საერთოდ ვინც აღარ შემოვა გახარია იქნება თუ მე ახლა ყველაზე მეტი კითხვები გახარიასთან მაქვს იმიტომ რომ ის სამი გამოვიდა მაინც და გაგვითანაბრდა მაინც და ჩვენს გვერდით არის არც ფინანსები აქვს არც იმუნიტეტი არ აქვს და თავიდან მიზეზი მოიტანეს რომ იმუნიტეტი გჭირდებაო და იმიტომ დავრჩითო მე მოიტანეს ფინანსები გჭირდებაო და მე უკვე მაღიზიანებს და ვეღარ მოუწოდებ ეხლა სხვა გავუერთიანდით ამ კაცს იმიტომ რომ დატოვოს რა ის მანდატი გამოვიდეს გათანაბრდეს საერთოდ ეს უკვე ზეპარტიული ბრძოლა არის აი ლიდერიო როცა თქვენ ამბობთ ნიკა მე ისევ მოგცემ ხავ დაგასრულებინებ სიტყვას ისევ წამომივიდა ლიდერებს სულ არ ვეძებ ეხა მაგრამ აი ვის ხელეწიფება ხო და აი ისევ ალბათ რაღაცა სალომეს ფაქტორი შესაძლებელი აღმოჩნდეს თუ გიყურებს ახლა არ ვიცი ხო ლეგიტიმურია ხო ყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ კი ვლაპარაკობთ ლეგიტიმაციაზე ანუ იმიტომ ნანკასაც ქონდა ალბათ ეს განცდა და მეც დავეთანხმე რომ რაღაცა კიდე უფრო სხვა ტიპის ანგარიშვალდებულება უნდა დავინახოთ მისგან პოლიტიკურ პროცესებში გარეშე შეუძლებელია რა ანუ ხალხი თავს წირავს რეალურად ილეწება კარგად თქვა უჩამ ეხლა ოჯახებს ვეღარ არჩენს ხალხი და რა პარტიის რჩენაზე არის ხო საუბარი
მე უბრალოდ ეხლა მინდა რომ ესეთი რაღაც ვთქვა რა ჩვენ ეხლა ბევრ რაღაცა შევეხეთ მაგრამ არის ნუ ეხლა ბოლო კვლევა რო იყო 30% თუ 35% კიდე რაღაც მონოლითური ამორჩეველი ქართულ ოცნებას აყავს შენარჩუნებული ხო ბოლო კვლევა რაც ვნახე და მე მინდა იმ ხალხს ვკითხო უბრალოდ აი ორი კითხვა მაქვს რა ერთი კითხვა არის რომ თავარი მესიჯი წინა საარჩევნოდ იყო ხელისუფლების ღირსებით ევროპისკენ ხო აი ჯერ ევროპასად არის ფაქტი არის მოცემულობა არის რომ დაასანქცირეს ჩვენი მაღალჩინოსნები ასე ვთქვათ დიპლომატიური პასპორტები გაუქმეს ღირსებაზე რომ საუბრობენ კიდევ აგერ გიორგი კირაკოზაშვილის გმირის შვილი დააჯარიმეს ახლა თქვენ საუბრობდით ბუკა პეტრიაშვილზე რომელიც თავისი შვილის მითი ხო გამოსახულებით შუნკუდარი მამა დააჯარიმეს პაატა ბურჭულაძეს ადამიანს ოპერაში არ შეუშვეს და ოპერის წინ დგომისთვის დააჯარიმეს რომელ ღირსებაზეა საუბარი 72 წლის პრეზიდენტს ქაბატონს კვერცხები ესროლეს თუ თავი რომ დავანებოთ 72 წლისას და ასაკს ინსტიტუციას ესროლეს ამ სახელმწიფოსაც არ სცემენ პატივს რომელ ღირსებაზე არის საუბარი და ესეც რო გვერდზე გავწიოთ ხო აი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ყველას გვჭირდება ლუკმაპური და არსებობა ვინმე ცხოვრება გაუმჯობეს და აი რაც ეს 26 ოქტომბრის მერე ხელისუფლება მოვიდა ან ხელფასები გაეზარდათ ან პენსიები გაეზარდათ იმ დღეს აღმოვაჩინე მართლა შევწუხდი იმიტომ რომ არაფერს არ ვითხოვ მე ხა ეგეთი ადამიანი ვარ ამ ცხოვრებისგან რაღაც განსაკუთრებულს 2 წლის შვილი მყავს და ჩემი ყველაზე განსაკუთრებული ამბავი და დიდი ამბავი არის რომ ხელს რომ მოვკიდევ სკვერში ჩავიყვან და იმ დღეს აღმოვაჩინე რომ ჩემი შვილი 2 თვე სკვერში ამყავდა ჩაყვანილი ანუ გამონახავ ადამიანი დროს მაგრამ დრო რო გამონახო გულიც ჭირდება მაგას რომ აი აიყვანო და რაღაცა ჩაიყვანო მოეფერო უკვე აი ამის შესაძლებლობას აღარ გვაძლევენ ამ ქვეყანაში ცხოვრება ხდება უკვე შეუძლებელი იმიტომ რომ ცოლქმარი ერთმანეთს ვეღარ ველაპარაკებით მშობლებს ვეღარ ველაპარაკებით ჩვენი ტვინი დაკავებულია ჩვენი გონება ჩვენი აზროვნება რომ ვიღაცა გამოკეტილია უსამართლოდ და კიდევ მინდა რომ აი რაც მგოგომ გააკეთა რა თაკოქვია ხო მგონი აი ეს არის ახლა გასაკეთებელი ყველას მხრიდან დავანებოთ თავის უყველაფერს რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ რამდენიც ვარ და ვინც ვართ და არავითარ შემთხვევაში არ მივეცეთ ნიჰილიზმს და რომ აზრი არ აქვს იმიტომ რომ ერთადერთი ვინც იძახის რომ ბრძოლას აზრი არ აქვს არის ეს ადამიანი ვინც არის ბრძვის ვინც იბრძვის მისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი კი ბატონო ბაჩი შენი აზრი მაინტერესებს და